ყოველ 7 იანვარს დედაქალაქის ქუჩებში ქრისტეშობის მახარებლები ჩნდებიან. ალილო რომის ტრადიციაც პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა, ბრელს სასულიერო პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს. საშობაო მსვლელობა დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მიალილეები პარლამენტს, თბილისის საკრებულოს და საპატრიარქოს ესტუმრნენ. კესო ქაფიანიძე ჩაგვერთვება ახლა სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. კესო გისმენთ. ალილო თბილისში უკვე დასრულებულია. ბოლო გაჩერება იყო სამების საკათედრო ტაძარი და სწორედ აქ მოიტანეს მეალილეებმა მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული საჩუქრები. სასულიერო პირებმა დღის ბოლოს ალილოს დასრულების შემდეგ საშობაო პარაკლისი გადაიხადეს. მთელი დღის განმავლობაში შეგროვილი საჩუქრები კი სამების ახალგაზრდულ ცენტრში ნაწილდება ახლა და შემდეგ დღეებში ის მათ გადაეცემათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მთელი დღის განმავლობაში კოსტიუმებით თეატრალიზებული კოსტიუმებით, მწყემსების და ანგელოზების ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდები მსვლელობას მართავდნენ, ულოცავდნენ ადამიანებს ქრისტეს შობას და აგროვებდნენ მთელი დღის განმავლობაში საჩუქრებს. სწორედ მწყემსები და მოგვები იყვნენ ისინი, ვინც სამყაროს პირველად ახარეს ქრისტეს შობა და სწორედ ამიტომ სიმბოლურად მწყემსები მიუძღოდნენ დღეს მახარებლებს. წინ მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ საჩუქრებს. საჩუქრები მიიღეს როგორც მოქალაქეებისგან, ასევე პოლიტიკოსებისგან, საჩუქრები მიიღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, თბილისის მერიისგან, თბილისის საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოსგან. მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ტკბილეული და სურსათსანავაგე კი უკვე სამების საკათედრო ტაძარშია და მას გადაანაწილებენ შემდეგ დღეებში. ტრადიცია გრძელდება, ჩვენ დღეს მახარებლები ვიყავით, როგორც იცით, დღევანდელი დღესასწაული ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, შობის დღესასწაული, ცადა მიწაზე იმობს დღევანდელ დღეს, ჩვენც ვახარეთ ხალხს მაცხოვრის შობა. შეგროვდა საჩუქრები და ვაპირებთ ეს საჩუქრები შეწყვეტ. ჩვენ დღეს მთელი დღეა დავდივართ ქუჩაში, ვგალობთ და საჩუქრები შევაგროვებთ და ბავშვებს უნდა წავუღოთ. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს შობა. ეს დღევანდელი დღე არის სიხარული, სიკეთის, სიახლის და სულსურვო თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, რაც თავარია. წლევანდელი წელი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება განსაკუთრებული, მართლაც განსაკუთრებული, ამაღლებული განწყობით ხვდებით ჩვენ 2024 წელს და მინდა რომ ვისურვო და უსურვო ჩვენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, გამთლიანება, სიძლიერე და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი იქნება სიკეთის და ყველაფერი საუკეთესოს მომტანი. ალილოს ტრადიცია 2000 წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა, მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება ალილოს მსვლელობა. ალილოს დროს მახარებლები ირგვლივ მყოფებს ქრისტეს შობას ულოცავენ, მათგან კი საჩუქრებს იღებენ, რათა შემდეგ გადასცენ ეს საჩუქრები მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. არც ლევანდელი წელი იყო განსხვავებული, წელს შეგროვდა საჩუქრები მთელი დღის განმავლობაში. ახლა ისინი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრშია და შემდეგ დღეებში მას გადასცემენ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და პენიტენციურ დაწესებულებებს. სამების საკათედრო ტაძრიდან კესო ქაფიანიძე საუბრობდა.